მოგესალმებით, ძირფესო მეგობრებო. ტაროს კუთხე არის ჩემი გვერდი. პირადი კონსულტაციები არის სპეციალური. ნახოთ ორი ვარიანტი ჩაიფიქრეთ. და ბუმერანგი დაბრუნდა. დავიწყებ პირველი ვარიანტი აქედან. რატომაც აქედან მინდა დაწყება. ძირითადი ბუმერანგები ოჯახში არის, ეთყობა სახლში მოსვლა, რაღაც სახლის თემები, შეიძლება ვინმეს დანახვა სახლში არ სიამოვნების. ესეთი მდგომარეობა აქვს, მთლიანად შეჩერებულია სახლში რაღაც საკითხები, შეიძლება ოჯახური თემა რამე. ყოველ შემთხვევაში თვითონ მაინც ცდილობს, რომ ამ პრობლემებიდან გამოვიდეს, ესეთი ის აქვს, მაგრამ ცდილობს ამ ყველაფერს აკეთებს, რაღაცები შეიძლება ეს გადასახადები, ეს შეპირებები რაღაცები გაუკეთებია ამას. ეზოთერიკული კუთხით გულისხმობ ხომ? თლად ესეთი ბატის ვარიანტი არ აქვს ამას, ანუ ცნობიერი ცოტა არის სხვა საფეხურზე გადასული, მაგრამ ასე თუ ისე, როგორადაც არ უნდა ვთქვათ, ემოციური ფონი ძალიან მაღალი აქვს მასთან. მაგია ტრიალებს და რა მოაქვს ამ მაგიას მისთვის? რა მოაქვს? აქ არ არის გამორიცხული სული გაყიდა, თუ რაღაც იმოქმედა გააკეთა ამ ადამიანმა. ეთყობა ბუმერანგიდან თავის დაცვა ძალიან ასე რომ ვთქვათ უნდა, მაგრამ არ გამოსდის მთლად ბოლომდე, თუმცა ფარხმალს არ ხრის და იყენებს რაღაც რიტუალებს და კარგი მანახე რა ბუმერანგი გებრუნდება ეს ბუმერანგი მეინტერესებს, თუ არ გებრუნდება და თავსიც რა ბუმერანგი გებრუნდება. აქ დაცვა ადამიანს გაკეთებული, დაცვა. მაგრამ ძალიან დიდი თანხა გადახდილი ამაში. მე რაღაცას გეტყვით. როდესაც გეუბნება, აი მე რა თქინდა რა საჭიროა ეს ადამიანი, ანუ ძალიან დაინტერესდება ზოგადად დაცვებზე არ უნდა ისაუბროთ, მაგრამ თუკი მაინც აქცენტს გააკეთებთ, უნდა იცოდეთ, რომ მე იქ რაღაც გარღვევები ხდება. ადამიანი მაგიური გზებით აქ ბუმერანგს იცილებს თავიდან თითქოს აქვს კი ეს ჩაკეტილობა, ცდილობს გამოვიდეს პრობლემებიდან. ფინანსური მდგომარეობაც, რა ვიცი, ფული დამიფიქსირდა.
პირადიც დაფიქსირდა აქ და ამას აკეთებს რაღაც ესეთი მაგიური შესაძლებლობებით. კარგით, როგორ იქნება შემდეგ ეს ყველაფერი, ამ ყველაფერს შეინარჩუნებს, ანუ დაცვაში აქ ფული გადახდილი, მაგრამ მთელი რიტუალები და რავი იმენა მე ასეთ რაღაცას გეტყვით. ამ ადამიანმა თქვენ ჩაგკეტათ, ვინც ბუმერანგში ჩაიფიქრეთ. აქ პირდაპირ მაგიური გზებით ცდილობს ეს ადამიანი თავის დაღწევას. თქვენთან არის ძალიან დაფარული, მაგრამ თქვენ ამას გრძნობთ. შეიძლება იჭვიგეპარებათ, შეიძლება მომენტალური მუსლიმანური მაგია არის აქ გამოყენებული. და მას თუ შეეხებით, შეიძლება ანახე რამე ცუდი თქვენ არ გიბრუნდებათ, აბა ეს რა იყო. მასეთი არაფერი არ აქვს ამას, მაგრამ ანახე. ფული აქვს, მაგრამ არა. That's open. That's იცავს თავს. ამას ბუმერანგები შეიძლება ეკუთვნის ცხოვრებიდან ზოგადად და რაღაცა, მაგრამ ძალიან დიდი თანხა აქვს ამ ყველაფერში გადახდილი. და ის თავს იცავს. თუმცა იდეალურად თლად არ არის. ეს არ არის მისი ბედი. აქ ანახე, საიდან მოიპოვა კიდევ ეს ყველაფერი. ანახე, რიტუალები გაკეთდა უფრო სწორად ეს მონახე. გითხარით, შავმაგიური არის აქ. პირდაპირ სისხლზეა ნამუშევარი. ბუმერანგები. ბუმერანგს იშორებს ეს თავიდან. ეს ადამიანი. როგორ უნდა მოიქცეთ ამ შემთხვევაში, თქვენ არაფერი აქ, თქვენ ვერაფერს ვერ გახდებით, იმიტომ რომ ეს ადამიანი ძალიან ჩაფლულია. მეორე ვარიანტი ვინც აირჩია, რა ბუმერანგი უბრუნდება. მუსლიმანურია, მაგრამ ამას ოჯახში ყავს ვიღაც ესეთი.
ენერგიობა. ამასთან სიკვდილიანობა ფიქსირდება პირდაპირ. თუ თვითონ ენერგეტიკულად კარგად არის, აქ ჩათვალეთ, რომ მაშინ ვიღაც გარდაიცვლება მამაკაცი. მამაკაცი ოღონდ მანახე. სასჯელი კარმა აქვს დაზიანებული, სხვათა შორის, მაგრამ აქ ოჯახში ტრიალებს თვითონ აქაც რაღაც ახლობლიდან ან ოჯახში არის ეს პრობლემები თვითონ. თუმცა არ მომეწონა, იმიტომ რომ შეიძლება ძალიან მძიმე ავადმყოფობაც კი შეხვდეს ამ ადამიანს. მეორე ვარიანტი მანახე. პირადში პრობლემები იქნება. მისი კი აქ პირადზე აქ პირდაპირ დაარტყმა ადამიანს მისი ენერგიას ცდილობს რომ აღიდგინოს მაინც ენერგია გაწიარდეს რანაირად, მაგრამ არა ამას ვერ ახერხებს. ანუ გამოვალ თქო ტუპიკში ხდება. ტუპიკში ფულს ხარჯავს ესეც. ანუ აქ ის ვარიანტები არ ყავს რომ ყველაფერში ვერ ერკვეოდნენ, მაგრამ ამ ყველაფრის მერე ესე იგი ამ ყველაფერს რო გადაიტანს მერე ცოტა ცდილობს რაღაც დაიწოს მისი თავი. ჭორი იქნება მისი ირგვლივ ბუმერანგი ეს არის. ხო აი დრო არა, მაგრამ ეს არის ვერ შეძლებს, ეს ვერ შეძლებს. ეს იხდის, მაგრამ ვერ შეძლებს. აქ პრინცესობიდან ბაყაყობამდეა. პრინცესობიდან ბაყაყობამდე ადამიანი გადადის ფულს კი ხარჯავს, მაგრამ აქ დაკეტილია ფინანსური გზებით იხურება ამ ადამიანთან და ფინანსური გზებით იხურება. შიშებიც ეწყება, გამოსავალს ვერ პოულობს და ასე შემდეგ. მე გეტყოდით, რომ ამ ადამიანის საქმე თავს ვერ იცავს, ეს ვერ ახერხებს. ფულს იხდის, მიდის რაღაცას შვება, მაგრამ არ გამოსდის. იმიტომ რომ ამას ძალიან დამძიმებული აქვს კარმა. პირველ ვარიანტთან ეს ყველაფერი თქვის ძალიან ასე ვთქვათ, ყოჩაყად, ხო? დგას, თუმცა რო გითხრათ, რომ ძალიან დამორჩილება ამ ადამიანის, არ ემორჩილება, მაგრამ აზრი ხანდახან ადამიანები ვერ ხვდებიან და ასიცით არსებობს ზღვარი, საზღვარი, მოდი ასე ვთქვათ, ხო? გაქვს შენი ტერიტორია, შენი რაღაც და აი იმ ზღვარს რო გადააბიჯებ, ეს არის უკვე პიკი. ამას ბევრი ადამიანი ვერ ხვდება. სულ ეს იყო. ანუ ახლა დაიწყებთ რაღაცას, მე კომენტარების გათიშვა მიწევს. მეტი ეკუთვნის ეს წყევლა რომ მიწყევლებით და ზოგიერთები თან ისეთები რავი აღარ მინდა ლაპარაკი. ყოველ შემთხვევაში ნუ ვარ დააკომენტარებთ წყევლის მაგვარ რაღაცებს, ეკუთვნის არ ეკუთვნის. ღებულობს და თქვენ კიდე რაღაცი იფუჭებთ ენას.